ერთმა ქალბატონმა, რომელიც საქართველოდანაა, მაგრამ ცხოვრობს საზღვარგარეთ, იქ მუშაობს და შვილები ჰყავს თბილისში, მომწერა ასეთი რამე, რომ მისი შვილი არის 15 წლის, უსმენს ჩემს ვიდეოებს და ოცნებობს, რომ გახდეს ექიმი. და რომ მას ბიოლოგიაში ყავს სულ 10-ები, ჩემი ვიდეოები მას ძალიან ეხმარება სწავლაში და გარდა ამისა აძლევს ძალიან დიდ სტიმულს. ძალიან მიხარია, რომ ეს ვიდეოები, ჩემი შრომა არ არის ფუჭი, როგორც ჩანს და ვეხმარები არა მხოლოდ იმ აზრით ადამიანებს, რომ მათ მეტი იცოდნენ საკუთარი სხეულის შესახებ და უფრო გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ მე ჩემი ვიდეოებით ვაძლევ სტიმულს და ვაყვარებ ახალგაზრდებს ისეთ არაჩვეულებრივ და ყველაზე ჰუმანურ პროფესიას, ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურს, როგორიცაა ექიმობა. მე ვთვლი, რომ ექიმობა და მასწავლებლობა ეს არის ყველაზე ჰუმანური პროფესია სოფლიოში. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ამ ქალბატონის მიმართ და ამ ბავშვის მიმართ, რომლებიც ასეთი ინტერესით მისმენენ და ელოდებიან ჩემს ახალ ვიდეოებს და ასევე ყველა თქვენთაგანის მიმართ, ვინც მიყურებთ. მაგრამ მინდა რომ ასევე აღვნიშნო ის, რომ ეს ბავშვი კარგად იმიტომ სწავლობს, იმიტომ კი არა რომ მე მიყურებს, არამედ იმიტომ რომ ის არის ძალიან ნიჭიერი. და რატომ არის ძალიან ნიჭიერი? იმიტომ რომ ის არის ცნობის მოყვარე, კარგი გაგებით. როცა ადამიანი ხარ ცნობის მოყვარე, როცა ყველაფერი გაინტერესებს, მაშინ შენ ხარ შრომის მოყვარეც და ამ შემთხვევაში შენ აღწევ წარმატებას. გისურვებ წარმატებებს და ჯანმრთელობას.